ევროპარლამენტმა მესამე ქვეყნებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების პროცედურის გამარტივებას მხარი დაუჭირა. ახალი წესების მიღება ევროპელი დიპლომატების შეფასებით ნაწილობრივ საქართველოსაც უკავშირდება. დეკემბრიდან უვიზო რეჟიმის შეჩერების საფუძველის სხვა მიზეზებთან ერთად შესაძლოა გახდეს ქვეყანაში ადამიანის უფლებების კუთხით ვითარების გაუარესება და ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან დაპირისპირება. ცვლილებების თანახმად უვიზო რეჟიმის შეჩერების ვადა იზრდება. თავდაპირველად 12 თვით, შემდგომი კი 24 თვით გახანგრძლივების შესაძლებლობებით და ასევე სპეციალურად საქართველოსთვის შემუშავდა მექანიზმი, რომელიც ითვალისწინებს სანქციების დაწესებას მხოლოდ იმ თანამდებობის პირებისთვის, რომლებიც პასუხისმგებლები არიან დემოკრატიული პრინციპებისა და ფუნდამენტური უფლებების დარღვევაზე. ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა დაადასტურა, რომ ბრიუსელი უვიზო რეჟიმის შეჩერებას საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლის ინსტრუმენტად განიხილავს. ამასთან ევროპარლამენტებმა განაცხადეს, რომ თუ ქართული ოცნება ევროკავშირის რეკომენდაციებს არ შეასრულებს, უვიზო რეჟიმის შეჩერება გარდაუვალი იქნება და ამაზე სრული პასუხისმგებლობა მმართველ პარტიასა და მის არაფორმალურ ლიდერს ბიძინა ივანიშვილს დაეკისრება.